Bismillah wassalatu wassalamu ala rasulillah amma ba'd. Როგორც იცით, მე ისლამის წინამდე ყოველთვის მიდის დიდი ომი. ცდილობენ ხალხში ჩააგდონ ეჭვები. როგორც თქვა ჩვენმა შეიხმა იბნ უსეიმინმა, რომ ათეისტები და სხვა ხალხი, რომელიც იცის როგორ მოქმედებს ისლამი, როგორია ძლიერი ისლამი, იძახიან, რომ ნუ ცდილობთ, რომ ხალხი გადაიყვანოთ ისლამიდან მუსლიმანები სხვა რელიგიაშიო. ეს შეეცადეთ, რომ მაგათ რელიგიაში ეჭვები ჩააგდოთ. ეს უფრო მოქმედებს მუსლიმანებზე, რომ მუსლიმანები გავიდეს თავის რელიგიიდან. დაიმოსულეს მე რომ ნებისმიერ რამ, რაც არის ისლამში, ნებისმიერ ეჭვებს, რომელსაც აგდებენ მუსლიმანების წინააღმდეგ, ისლამში ყველაფერზე არის პასუხი. ყველაფერზე არის პასუხი. მე ეხლა გავაკეთე ერთი რაღაცა თემა ჩემთვის და წინა როგორც გითხარით, რომ მე ვამზადებ რამოდენიმე ვიდეოს, ნებისმიერ ეჭვები, რომელსაც აგდებენ ხალხი. მაშაალ მაქვს, ასე ვთქვათ, რომ მაქვს უკვე მომზადებული და უბრალოდ ვიდეოს ხანდახან ჩავაგდებ ამ თემებზე. ერთ-ერთი თემა არის, რომელსაც მე მინდოდა ვილაპარაკო რამოდენიმე წუთი, რახან ეს თემა ჩვენ ვახსენეთ დღეს, ეს არის აიშას ქორწილი შუმარ მუჰამედი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ. აიშამ რადიალლაჰუ ანჰა, როგორც თვითონ გადმოსცა ჰადისში, იყო 6-7 წლის როცა შუმარ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ის სთხოვა მისი ხელი, მამამის სთხოვა მისი ხელი და 9 წლის იყო, როცა გათხოვდა ოჯახი შექმნა შუმართან სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ მაგ დროს. და ხალხი იყენებს ამ ჰადისებს, აიშას ჰადისებს და იყენებს და იძახის, აი მუჰამედს უყვარდა პატარა ბავშვები, მაგიტომ მოიყვანა აიშა ცოლად, საწყალი აიშა, რა დღეში იყო აიშა და ასე შემდეგ. ცდილობენ რომ ჩააგდონ მუსლიმანებში ისეთი ეჭვი, რომ მოაშორონ ხალხი მუჰამედისგან სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ. პირველ რიგში როგორც მუსლიმანები ჩვენ ვიტყვით, რომ ამ ოჯახის შექმნაში მუჰამედის სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ და აიშაში არანაირი პრობლემა არ არის. როცა მოდის ჩვენთან ათეისტი, ან ქრისტიანი, ან იუდეი, ან ბუდისტი, ნებისმიერ ადამიანი როცა მოდის და ჩვენ გვევნება, რომ რატომ მოიყვანა თქვენი შრომოვარი მუჰამედი. არასწორია 9 წლის რომ გათხოვდეს ადამიანი. ჩვენ ვიტყვით, რატომ კითხავთ, მაგრამ საიდან მოდის შენი მორალი? ათეისტი თუ ხარ, აგვიხსენი, ვერ ახსენს. ქრისტიანი თუ იწვის, რომ არასწორია რომ მოიყვანა მუჰამედი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ 9 წლის ადამიანი ცოლად, ჩვენ ვიტყვით, რატომ? იმიტომ ბიბლიაში არ წერია, ბიბლიაში არ არის ასაკი. რამდენი წლის უნდა იყოს ადამიანი, რომ შეუძლოს გათხოვდეს. იუდეელები კი იძახიან საერთოდ, რომ ადამიანი როცა ზრდასრული ფიზიკურად, მაგას შეუძლია ოჯახის შექმნას. იუდეელებს თავის ასე ვთქვათ, იმამები, როგორც მამაოები ასე ვთქვათ, ისინი იძახიან და აღიარებენ, რომ რებეკა იყო 3 წლის როცა გათხოვდა. და როცა მაგათ უსმენენ შეკითხას, როგორ შესაძლებელია ეგეთი რაღაც, იძახიან, რომ 3 წელი იმ დროს არ არის ისეთი როგორც დღეს. 3 წელი იმ დროს არის დღეს როგორც 15, 17, 18 წლის გოგო, როგორც დღეს. და ჩვენთან არის მეგო ისლამში არ არის ჩვენთან კონკრეტული რისხვი. როდის შეიძლება ბიჭი ან გოგო, როდის შეიძლება ოჯახის შექმნას. ჩვენთან ისლამში არის კონკრეტული კრიტერია არის. როგორც კი ბავშვი ან ადამიანი ხდება ფიზიკურად ზრდასრული არის მზად რომ გათხოვდეს, ასევე მეორე ფსიქოლოგიურად არის მზად რომ გათხოვდეს და მესამე საზოგადოებაში არ არის ეს პრობლემა რომ გათხოვდეს ადამიანის შეობა ოჯახის შექმნას. ხალხი რომელიც იყენებს ამ არგუმენტს რომ შეაშინოს მუსლიმები ამ თემაზე, რატო იყენებს ამ არგუმენტს? ეს არის შოკის ფაქტორი. შოკის ფაქტორი რა არის? ჩვენ გავიზარდეთ ისე საზოგადოებაში, საქართველოში და ხალხი ამერიკაში და ასე შემდეგ, რომ 18 წელი უნდა იყოს აუცილებლად ადამიანი რომ გათხოვდეს. 18 წელი. და ხალხის თვითონ შოკია, რატომ როგორ შეიძლება ახალგაზრდა, ესე ადრე დაქორწინდეს ადამიანი. ხალხი იღებს დღევანდელ სტანდარტებს და იყენებს ამ სტანდარტებს წარსულ დროზე. რაც არის არასწორი. ზოგი ხალხი იძახის, რომ მუჰამედი მოიყვანა ბავშვი ცოლად, რა და აიშა ქალი იყო. რა განსხვავება ბავშვი და ქალის შორის? ნებისმიერი ნახოთ თქვენ ლექსიკონი, ნახოთ წარსულში და დღესაც, ბავშვი არის ის ადამიანი, რომელიც არ მიაღწია ფიზიკურ, დამწიფებას და ფიზიკური დამწიფება არ აქვს მაგას. HNS რასაც არის ბრიტანეთში არის, HNS არის ფირმა, კომპანია, რომელიც უყურებს ჯანმრთელობას ბავშვების და ასე. ისინი იძახიან, რომ დღეს ბავშვი ქალი გოგო ხდება ზრდასრული 8 წლიდან 13 წლამდე. ამ პერიოდში უკვე ხდება ზრდასრული. რაღა უკვე ჩვენ ვილაპარაკოთ რაზე მე-6 საუკუნეზე. მუჰამედი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ როცა მივიდა აბუ ბაქრთან, აიშას მამასთან, დაილაპარაკა აბუ ბაქრს და სთხოვა მისი გოგოს ხელი. და აიშა მაგამდე იყო დანიშნული უკვე სხვაზე. პირველი იყო დანიშნა, ვის ყველა ვიცით, ხო დანიშნა რა არის, ყველა მაგაში პრობლემა არ არის და 9 წელი იყო როცა გათხოვდა უკვე ოჯახის შექმნა მაგასთან ერთად. და მივიდა მაგას მამასთან, ხელის სთხოვა და როცა იყო 7 წლის დაინიშნა და გავიდა 2-3 წელი, როცა უკვე მოიყვანა შემოვალ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ აიშა ცოლად. აქ შეკითხვა მოდის იმ ხალხთან, ვის სპეციალურად განზრახულად ცდილობს, რომ მუსლიმანებში ეჭვი ჩააგდოს. მაგრამ მე მაგასთან არა მაგ სალაპარაკო, მე მაგ სალაპარაკო უფრო გურცფელ მუსლიმანებთან და გურცფელ არამუსლიმანებთან დაფიქრდეს ამ თემაზე.
რატომ მუჰამედი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამა როცა მივიდა აიშასთან, მაგდოს არ იყო დასრული, რატომ დაელოდა 3 წელი რომ მოიყვანოს აიშა ცოლად? რატომ? იმისთვის რომ აიშა გახდეს ქალი. უკვე ფიზიკურად დამწიფდეს. ზოგიერთი იყენებს ჰადისს, სადაც აიშა რადიალლაჰუ ანჰა თამაშობდა თოჯინებით და მაგდროს შომავალ სალალაჰუ ალეიჰი შევიდა მაგასთან და ნახრო თამაშობდა თოჯინებით თავის დაქალებთან ერთად და ზოგიერთი იყენებს ამ ჰადისს იზრხის აიშა იყო პატარა ბავშვი, რატომ? იმიტომ რომ თოჯინებით თამაშობდა და ზრდოსი ადამიანებისთვის არ შეიძლება თოჯინებით თამაში. ჩვენ ვიტყვით ეს არასწორი აზრი. იმიტომ ისლამში ჩვენ გვაქვს ორნაირი აზრი. შეიძლება თუ არა უფროსი ხალხისთვის თამაში თოჯინებიდან, სათამაშოებიდან რაღაცა. უფრო სწორი აზრი ის არის, რომ შეიძლება პრობლემა არ არის მაგაში. რატომ? აიშა რადიალლაჰუ ანჰა თვითონ სახი ჰადისი რომელიც გამოსა აბუ დაუდი, შეიხ ალბანმა თქვა, ეს არის სახი ჰადისი. თქვა, როცა შუმავა სალალაჰუ ბრუნდებოდა თაბუქის ბრძოლიდან, დღეს ჩვენ გვქონდა ხო დღეს გაკვეთით თაბუქზე. ქარი დაუბერა და როცა გაიხსნა ფარდა, შუმავა სალალაჰუ დაინახა ჩემი თოჯინებიო. თაბუქის ბრძოლა ძმებო იყო მე-9 წელში ჰიჯრის. მაგდროს აიშა რადიალლაჰუ ანჰა იყო 15, 16, 17 წლის. მიუხედავად იმისა, რომ უკვე იყო ძალიან ზრდოსი ადამიანი, მაგას მაინც ჰქონდა თოჯინები. ცხენის ფორმა იყო თოჯინა. კითხა აიშა, ეს რა არის აიშა? ეს არის ცხენიო. აბა ეს რა არის? გველებზე რა აქვს? ორი ფრთებიო. ცხენს ფრთები აქვს? კითხა. და აიშა რადიალლაჰუ ანჰა უთხრა, რომ შენ არ იცი, რომ სოლომონს შუმავა სოლომონს ცხენი ყავდა ფრთებითო. და შუმავასთან ძალიან გაიცინა. გაუკვირდა ეს ისტორია. დღესაც არის ხალხი, ვინც თამაშობს. კომპიუტერზე თამაშობს, 40 წლის კაცი ეზრის სამხედრო-წვრილი თამაშობს. არის ხალხი, ზოგიერთი ხალხი სათამაშო კოლექციას აკეთებს, სათამაშოები აქვს. ქალები არიან, რომ მაგ წაკითხები, რომ ის ითამაშებენ კუკლებს დღეს. 30 წლის კაცი, 30 წლის ქალი შეიძლება ითამაშოს. მაგითო ისლამში არის უფრო სწორი აზრი რა არის, რომ შეიძლება რომ უფროსი ადამიანი ითამაშოს, კონდეს მაგათ თოჯინები და ასე შემდეგ. პრობლემა მაგაში არ არის, როგორც ეს აკეთებს ჰადისი. აიშა რადიალლაჰუ ანჰა კიდე თვითონ ამბობდა, რომ როცა გაყვა შომავა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამა, ისე უკვე იყო ქალი. იმიტომ თქვა სახი ჰადისში, რომ ჩვენ როცა გოგო ხდებოდა 9 წლის, უკვე ქალად ვითვლებოდა და თვითონ ამბობდა, მენსტრუაცია ეწყებოდა მაგას. თუ ვიღაცა იცის, რომ შომავა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამა მისდევდა პატარა ბავშვებს, ჩვენ ვეტყვით მაგას, რომ შომავა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამა პირველი ცოლი ხადიჯა იყო 40 წლის. როცა ის იყო 25 წლის. მისი მეორე ცოლი საუდა იყო 50 წლის. როცა შუმავა სალალაჰუ მაგისი მისი ცოლოვანება იყო ასევე იგივე 50 წლის. შუმავა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამა ყავდა მიახლოებით 9 ან 11 ცოლი. 9 ან 11 მეუღლე. ყველა იყო ან ქრივი, ან დაშორებული, მარტო აიშა იყო ერთადერთი და ქალიშვილი. ანუ ადამიანი რომელიც მისდევს ბავშვებს, ეგეთი ხალხი არ ელოდება რომ ბავშვი მიაღწიოს დასრულობას. ანუ საზოგადოება არ იყო წინააღმდეგ, აიშა მშობლები არ იყვნენ წინააღმდეგ. თვითონ აიშა იძახდა რომ მე ქალი ვიყავიო. შომავალი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამა დროს მივიდა მამამისთან, მამამისი იყო კმაყოფილი ამ ქორწინებით, დედამისი აიშას დედა იყო კმაყოფილი. საზოგადოება სადაც ხოვდა შომავალი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამა, არავის არ ჰქონდა მაგაზე პრეტენზია. მუჰამედს ყავდა უამრავი მტერი, რომელსაც უნდა მისი მოკვლა, მისი დაჩაგვრა, მისი შეურაცხყოფა. ეძებდნენ ნებისმიერ პატარა მომენტს იმისთვის, რომ რაღაცა ცუდი ეთქვათ შუმავალი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამა. მაგრამ თქვენ ვერასდროს ვერ ნახავთ, რომ ვიღაცა არაბებისგან, ყურაიშიტებისგან, კერტ თაყვანისმცემლებისგან რაღაცა ცუდი თქვა შუმავალი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამის ქორწინზე და აიშას ქორწინზე. რატომ? იმიტომ მაგდროს იყო საზოგადოების ჩვეულებრივი ნორმა იყო. აიშა და მუჰამედ სალალაჰუ დაქორწინების თემა როდის დაიწყო? 100-200 წლის წინ. აქამდე ვაფშე საუბარიც არ იყო მაგაზე. აქამდე ყოველთვის ლაპარაკობდნენ როგორი ცუდია ისლამი, როგორი მუჰამედი ცუდია, მაგას ცხოვრებაში მაგაზე არ ვლაპარაკებთ. ჩვენაც მე ვნახოთ საქართველოს ისტორია ვნახოთ, სხვა ქვეყნების ისტორია ვნახოთ. ნებისმიერი ძმა მოყორო მის მეგობრის ბებია გათხოვდა და 13 წლის იყო საქართველოში. რომ ავიღოთ მე ჩვენ გადავხედავთ რომ საქართველოს დედოფლები იყვნენ რომელიც გათხოვდა 12 წლის, 13 წლის, 14 წლის. დღევანდელი დროისთვის არის რაღაცა საოცრება, ხალხს ხო ყველა უყვარს თავის წინაპრები, ხო ყველას უყვარს თავის ბებიება და ასე შემდეგ. თავის მეფეები ამაყობა და გადახედოს თავის ისტორიას. აი ძმა 1347 წელია ბაგრატ მეოთხეს მეუღლე ანა დიდი კომენე 10 წლის იყო. 10 წლის იყო მე. დარეჯანი თვარსები 12 წლის იყო. 12 წლის იყო. მუსლიმანების მხრიდან მაგაში პრობლემა არ არის. რატომ? იმიტომ ხალხი მაგდოს ზდასრული ადრე ხდებოდა, ოჯახს ქმნიდა. ჩვენი მხრიდან პრობლემა არ არის. მაგრამ როცა ხალხი მოდის და ისლამს აკრიტიკებს, სინამდვილეში თავის თავს აკრიტიკებს მაგის გამო. ჩარლზ მეორე, ინგლისის მეფე, მოიყვანა ელიზაბეტი როცა ის იყო 7 წლის. მეფეები მოყავდა თავის მეუღლებს, ახალგაზრდები იყვნენ. მაგაში ხალხი ადრე ეგრე ცხოვრობდა.
არ უყურებდნენ მაგას და როგორც ადამიანი ხდებოდა დასრული, ეგრევე ოჯახს ქმნიდნენ. შუმავლა სალალაჰ ალეიჰი ვასალამ მაგ დროს როცა ხალხი იზრდებოდა, მაგ დროს არ იყო სკოლა, მაგ დროს არ იყო უნივერსიტეტი, საბავშვო ბაღი და ასე შემდეგ. ხალხის რომ ნახოთ, ხალხის ცხოვრების მანძილი იყო მიახლოებით 35-40 წელი, მაგ დროს ხალხი ეგრე ცხოვრობდა. ანუ არ იყო მაგას ეგ წარმოვიდგინე რომ ვიღაცა ქალმა მაგალითად გათხოვდა 18 წლის 20 წლის გათხოვდა 21-22 წლის როცა არის უკვე იმშობი არა და როცა 30-35 წლის იქნება მისი ბავშვი არის 10 წლის უკვე მშობლების ხვდებია. ეგეც საზოგადოება წინ ვერ მიდის. ამიტომ ეს სისულელე როცა ადამიანი იღებს დღევანდელ სტანდარტებს და იყენებს მაგას წარსულზე. 1880-იან წლებში ამერიკა ავიღოთ, ბრიტანეთი ავიღოთ, ინგლისი ავიღოთ, ხალხი თხოვდებოდა მაგ როცა იქნება 7 წელიც არის მე 7 წელი 7-8-9 წელი ხალხი თხოვდებოდა. დღეს რამოდენიმე შტატებში, ამერიკის ზოგიერთ შტატებში 14 წელი შეიძლება ადამიანი იყოს დაოჯახდეს. ზოგიერთ შტატებში, თორსტევი, კალიფორნიაში თუ მშობლები აძლევენ დაბროს აძლევენ, ანუ თანახმარიან. შეიძლება და 10 წლისაც იყოს. 1800-იან წლებში, მაგალითად 1800-იან წლებში ერთ-ერთი ბრიტანეთის იურისტი იყო, ერთ-ერთი ცნობილი იურისტი იყო, დღეს სწავლობენ მის წიგნებს ოქსფორდის უნივერსიტეტში და კემბრიჯის უნივერსიტეტში. თვითონ თქვა რომ წესი არის ბრიტანეთში მაგ დროს რომ შეუძლია ქალს გათხოვდეს როცა არის 7 წლის. ჩვენ ვლაპარაკობთ 120-200 წელზე უკან. რაღა უკვე თქვა მე-6 საუკუნეში ბოდიში. რაღა უკვე მაგაზე ვილაპარაკობთ. გადავხედოთ რომ 10 წლის წინ იაპონიაში 10 წლის წინ 12 წლის შეიძლება გოგოსთვის 12 წლის 10 წლის წინ იტალია, მილანი და ასე შემდეგ 14 წელი. დღეს ზოგიერთ შტატებში 14, 16, 18 წელი. და ყველა საერთოდ ის არის მე რომ უმეტეს ეგეთ ქვეყნებში 16 წელი შეიძლება რომ გოგოს ან ბიჭს კონდეს სექსუალური კავშირი ერთმანეთში, მაგრამ არ შეიძლება რომ დაოჯახდეს, ოჯახი აშენოს. რა აი ეს არის ძალიან საერთოდ რაღაცა. ჩუმაოსავსა ყავდა ცოლი, ერთ-ერთი ცოლი საფია. მამამისი იყო ებრაელი ტომის ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი. ანუ ძალიან დიდი ებრაული იუდაელების ტომი იყო მან და მაგათი მეთაური იყო. მაგათ თქვა მოყვა რომ თავისი ქალიშვილი გაათხოვა, როცა იყო 10 წლის. იუდაელი იყო. ანუ მაგდოს ეგ იყო ნორმა იყო. ამიტომ ადამიანი რომელიც ცდილობს რომ აიღოს ეს სუსტი ასე ვთქვათ ეგეთი სუსტი არგუმენტი ცდილობს რომ გამოიყვანა ისე რომ თვითონ მუჰამედი მოიყვანა პატარა ბავშვი. ცოლად ეს არის ძალიან სუსტი არგუმენტი. თუმცა ძმებო, რამოდენიმე დღის წინ ვნახე, ერთ-ერთ გაზეთში ვნახე, ამერიკაში, შტატ ტენესიში, 1927 წელს ძმებო. ერთ-ერთი კაცი იყო, ჩარლი ჯონსი იქნება, მაგრამ შეგიძლიათ ნახოთ ჩარლი ჯონსი. მოიყვანა ქალი, 9 წელი იყო. და მისი და ის იყო 23 წლის. და მაგას ყავდა რამდენი 9 ბავშვი მიახლოებით. და მაგ დროს კანონით არ იყო აკრძალული ამ დროს დაქორწინება. და მაგის მერე აკრძალეს ეგეთი რაღაც. ანუ ჩვენ ხედავთ რომ 100 წლის წინ ეგეთი რაღაც უკვე ხდებოდა. ზეიდ იბნ ჰარისა იყო მოწაფე შუმავას რამ, რომელიც იყო 17 წლის. იყო მუსლიმანების გენერალი, რომელიც მაგათ უკან იდგა ისეთი ხალხი, როგორც აბუ ბაქრი და უმარი. საქართველოს ისტორიაზე გადავხედოთ, დავით აღმაშენებელი იყო მიახლოებით 16 წლის, როცა მეფე გახდა. დღეს რო ავიღოთ ძმებო ვიღაცა 16 წლის ბავშვი და დავაყენოთ პრეზიდენტი გახდეს, სიტყვაზე ვიღაცა გადააყენოს პრეზიდენტ საქართველოს პრეზიდენტ სხვა ქვეყნის პრეზიდენტი. ვინმე ხალხი მაგას დაუშვებს? შეგიძლიათ თქვენთვის. რა თქმა უნდა არ დაუშვებს. და ისლამში ვაკიდე ერთი წესი დამოვიწყო და მეთქვა არის ჰადისი საერთო მომასალსა თქვა რომ ლა დარარა ვალა დირა. რას ნიშნავს რომ არავის უნდა კონდეს ზიანი, როცა ვიღაცა ოჯახს ქმნის, არავის არ უნდა იყოს ზიანი, არც გოგოსთვის, არც ბიჭისთვის. არანაირი ზიანი არ უნდა იყოს მაგისთვის. და არ შეიძლება და ზოგი ეს რაგონია რომ დაძალება შეიძლება ისლამში რომ გოგო გაათხოვო. არ შეიძლება ეგრე შევიტან ისლამში. ვერო ხალხი არის ის. შუმავსალაჰ ალეიჰი ვასალამ თქვა რომ არ იწება დაქორწინება და თუ იყო გოგო დაძალები გათხოვებული. არ იწება ეგეთი ქორწილიო. ამიტომ ის მამები, ის კაცები, ვინც თავის გოგოებს ათხოვებენ ძალით, არ უნდა გათხოვდნენ იმ კაცებს, ცოდვას აკეთებენ. და ახსასულ დღეს ის გოგო მოვა და მოსთხოვს თავის მამას ახსასულ დღეს. ხალხი არის რომელიც აი არაგულსფერი. ან ზოგი არის გაუნათლებელი, სპეციალურად იღებს ამ თემას და იყენებს ამ თემას. მაგრამ მაგათ არ აინტერესებს აიშას გრძნობები, მაგათ არ აინტერესებთ ეგ. რომ აიშას გრძნობები აინტერესებს მათ ხალხს, აიშა ძმებო რამდენი ჰადისი გადმოსცა? ვინ იცის? 2210 ჰადისი გადმოსცა აიშა. ის ადამიანი რომელიც ეგეთ რაღაცა აფსერეს მუჰამედს და აიშაზე, ვითხოვთ მაგათ, შენ ყველა ჰადისი წაიკითხე აიშაზე. რა თქმა უნდა არა. იმით თუ გულსფერი იქნებოდა წაიკითხავდა. რატომ არ იძახი იმას რომ რამხელა დიდ პატივს სცემდა აიშა თავის მეუღლეს მუჰამედ სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ. რატომ არ იძახი იმას რომ აიშას უყვარდა თავისი ქმარი უღრმესი სიყვარულით, უდიდესი სიყვარულით, როგორ დიდ პატივს სცემდა. შენ თუ იძახი რომ მუჰამედ სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ
ანუ ძალით მოიყვანა ცოლად აიშა. ჩვენ ვიცით ადამიანი როცა ძალით გაყვება ვიღაცას, ფსიქოლოგიურ მაგათ ტრავმებს სამუდამოდ. აიშა რადიალლაჰუ ანჰა ცხოვრობდა 50 წელი. 50 წლის განმავლობაში ერთხელაც ცუდად არ უფიქრებია, არ უთქვია თავის ქმარზე. მარტო კარგს ლაპარაკობდა თავის ქმარზე. როცა აიშა თვითონ გმაყოფილი იყო, მამამისი გმაყოფილი იყო, საზოგადოება გმაყოფილი იყო. აიშა რადიალლაჰუ ანჰა გადმოსცა ამდენი ჰადისი, ოჯახური თემის ჰადისები და ყოველ ჰადისში იყო ჩადებული სიყვარული შუმავალი სალლალლაჰუ ალაიჰი ვასალამ მის მიმართ. აიშა რადიალლაჰუ ანჰა კითხა შუმავალს, ელაჰი შუმავალო, მე შენთან ერთად სამოთხეში ვიქნებიო? ანუ მე სამოთხეში მოხდებიო? და შუმავალს უთხრა მაგას რომ მოხდებიო შენ სამოთხეში. სამოთხეში მოხდება. ხალხი ადიდებს ისეთ პოეზიას როგორც რომეო და ჯულიეტა. ჯულიეტა იმ პოეზიაში შექსპირი რომელიც დაწერა იყო მიახლოებით 13 წლის. ხალხი ამ ლექსებს, ამ ისტორიებს ადიდებს, აქვეყნებს და ასე შემდეგ. რაკა ისტორია, რაკა სიყვარულის ისტორია. მაგრამ όσο ეხება რაღაცა ჩვენ შუმავალს ეგრევე ავისწრებთ ყველაფერი. შუმავალს ერთხელ თავი ჯარით როცა მიდიოდა, თავი ჯარით, უზარმაზარი ჯარით და აიშას დაიკარგა თავისი, ანუ რა ქვია მაგას, ყესაბამი დაიკარგა. შუმავალს მთლიანი ჯარი გააჩერა. აიშას გამო მთლიანი ჯარი გააჩერა. უნდა ვიპოვოთო ეს ყესაბამიო. ერთი ყესაბამის გამო გააჩერა მთლიანი ჯარი. აიშა თვითონ ყვებოდა, როგორ ეთამაშებოდა შუმავალს შეჯიბრები ჰქონდა. ერთხელ როცა მიდიოდა თავი ჯართან ერთად, შუმავალს უთხრა თავი ჯარი, თქვენ წიწადითო. და აიშას უთხრა, აი აიშა, გინდა შევეჯობრეთ ერთმანეთს, გასრობა შილბირში. აიშა თქვა, მოდი. და დაიწყეს სიბი აიშამ გაუსწრო. მერე მეორეჯერ მოვიდა ეგეთ რაღაც, მეორეჯერ. კიდე უთხრა, აიშა, კიდე გინდა? აიშამ თქვა, კი. მერე შუმავალსთან გაუსწრო. და შუმავალს აიხლა, ეს არის შურიზიები პირველზე. და ეგეთი ისტორია არის ძალიან ბევრი, სადაც აიშა ყვება, თვითონ ეს აიშა მოყოლილია. და ეს ყვება და როგორ უყვარდა შუმავალს. მოდის მე ვიღაც ადამიანი ამბობს, რომ არა აიშა დაჩაგრული იყო. აიშა შენ თვითონ გეუბნება, მე კარგად ვიყავი, შენ რა გინდა? არა შენ დაჩაგრული იყავი. ვინა ხარ შენ? რა უფლება გაქვს? შენ ილაპარაკო აიშაზე ცუდი? თვითონ ამბობდა როგორ უყვარდა მუჰამედ სალალალაჰუ ალაიჰი. შენ ერთი ხადისი რაღაც ისლამოფობურ საიტზე ნახა რაღაც ერთი ხადისი, თავისებურად განმარტე და დანარჩენი ჰადისები აიშა რომელიც გადმოსცა 2209 ჰადისი, რომელიც გადმოსცა შენ მაგას ყურადება არ მიაქცევ და გინდა ეგ ხალხი მოატყუა, ეგ არ გამოვა. გულსπელი ადამიანი რომელიც განახედავს, ნახავს ძმებო, რამდენი ხადისი ჩვენ გავიარეთ დღეს და აქამდე ხადისები აიშამ გადმოსცა, ოჯახურ ცხოვრებაზე და ასე შემდეგ. როგორ უნდა იყოს ცოლის და ქმრის შორის ურთიერთობა, აიშამ გადმოსცა რომ შუმავალს თქვა რომ საუკეთესო კაცები თქვენ შორის არის ის, ვინც არის საუკეთესო თქვენი მეუღლების მიმართ. აიშამ თქვა, არასდროს მუჰამედ სალალალაჰუ თავის ცოლებზე ხელი არ დაუწყია. შუმავალს სალალალაჰუ ალაიჰი ვასალამ სად მოკლა ძმებო? აიშას ხელებზე მოკლა. მისი თავი ედო მის მუხლებზე. და როცა მოვიდა აიშა ძმა შემოვიდა, როცა კვდებოდა შუმავალს სალალალაჰუ ალაიჰი ვასალამ. შუმავალს სალალალაჰუ ნახა რომ თვასტები მის ძმას ერქვა აბდულლა. ნახა რომ პალმის ტოტს იყენებდა, კბილებს იხეხავდა. სთხოვა რომ ანუ აჩვენა თავის ველაპარაკო სუსტად იყო. სთხოვა რომ მიეცა ეს პალმის ტოტი, მაგასაც უნდა კბილების გახეხვა. აიშამ რადიალლაჰუ აიღო ის ტოტი, თავისი კბილები დაღეჭა, აბრბილი გახდეს და მისცა შუმავალს დაიხმარა რომ თავისი კბილები გაწმინდოს. აიშა ყვებოდა როგორ უყვარდა შუმავალს სალალალაჰუ ალაიჰი ვასალამ. ქალი რომელსაც ეშინია თავის ქმრის, ან ქალი რომელიც არის მსხვერპლი, ბოდიში პედოფილის როგორც იძახი ეს დამყარი ხალხი რომელიც მაგას იძახის. ნუ თუ პედოფილის მსხვერპლი უყვარს თავისი მოზარადი და აქებს მაგას და ელოდება მაგასთან შეხვედრას სამოთხეში, ეს არის სასწაული რაღაცა. მითხარით რა ადგილას დაიბადეთ თქვენ? ამით ძმებო, ჩემო ძმებო და ჩემო დებო, ეს მიმართა ჩემთვის და თქვენთვის. გააგრძელეთ ცოდნის მიღება. მაგიტო ძმებო, ყურადღებას ნუაქცევთ ეგეთ ხალხს. ყველაზე კაი რა არის ძმებო, იცით? აი როცა მე ეგეთ რაღაცები მესმის, ხო? მე ვალლაჰი ძმებო, უფრო მეტი мотиваცია მემატება. რომ უფრო მეტი ცოდნა მივიღო, უფრო მეტი ცოდნა გავაფიცრდე, უფრო მეტი შევიწავლო ჩემი რელიგია. რაც უფრო მეც ხალხი ცდილობს გააფსოს ტყუილე, სისხლო ისლამზე, მით უფრო მაგრა ისლამი ძლიერდება. შეიხ რუსტამ იბნ თეიმია რას ამბობდა, ნახეთ ძმებო რა არის ოქროს სიტყვები. მაგამ თქვა რომ როცა ხალხი ცდილობს გამოიყენოს ჰადისები ისლამის წინააღმდეგ, პირიქით ეს ისლამს ეხმარება და ისლამი უფრო მაგრად ვრცელდება. ყურადღებას ნუაქცევთ ვიღაცა ხალხის ლაილას და ასე შემდეგ. ისლამოფობის მითუმეტეს ისლამოფობის, მაგათ ყურადღებას ნუაქცევთ. ცოდნა მიიღეთ, ისოდე ყველაფერზე პასუხი არის და ყველაფერზე პასუხი მოვა ინშალა. ამით ჩვენს მოვალდა მეც მოვალდა ძმების ინშალა მეხმარები ამ თემაში ყოველთვის რომ ამ თემას ვამზადებთ და ნებისმიერ ეჭვს რომელიც აღდებენ ისლამში, მაგას ყოველთვის ჩვენ ინშალა უპასუხებთ, მაგაზე პრობლემა არ არის. ქრისტიანების იძახენ რომ მარიამი გათხოვდა, როგორც ჩვენ მინდა ვთქვა რომ ჩვენ გვიყვარს მარიამი. არავის არ ეგონოს რომ მუსლიმანებს არ უყვარს მარიამი ან იესო. ჩვენ მუსლიმანებს გვიყვარს მარიამი იესოს და ჩვენ თუ ვიცხოვრობთ მაგათ დროს ვიცხოვრობთ, ჩვენ თავ გავწირავდით მაგათთვის.
მუსლიმი რომელსაც არ უყვარს მუსლიმს რომელსაც არ უყვარს მარიამი ან იესო ის არა მუსლიმია არა და ბოლოს სამუდამოდ იქნება ჯოჯოხეთში ნებისმიერ მუსლიმი როცა ნახავს რომ ვიღაცა შეროცხობას აყენებს როგორც ევროპაში დღეს არის გავრცელებული თუ ვიღაცა იესოსი შეროცხობას შეაყენებს პირველი მუსლიმანი იქნება რომელიც დაიცავს მის ნამოს თქვენ ვერასდროს ვერ ნახავთ მუსლიმან სამყაროში რომ ფილმებს იძახიან იღებენ იესოსს სადაც იესოს შეროცხობას აყენებენ ვერასდროს ეგეთ ფილმს ვერ ნახავთ ჩვენ შრომაურებს ძალიან პატივს ვცემთ და თვითონ ქრისტიანები იძახიან რომ მარიამი იყო 14 წლის როცა გათხოვდა ზოგი კათოლიკე იძახის 12 წლის კაი მოდი თქვა 14 სიტყვაზე დღეს ამერიკისთვის ეს ნიშნავს პედოფილიას ნიშნავს ამერიკაში თუ ადამიანი გათხოვდა ან თუ გოგოსთან ჰქონდა გოგო მოიყვანა ცოლად როცა ის იყო 17 წლის 363 დღის და რამოდენიმე საათი ესო დანაშაულად ციხეში მიდის როგორც გავიდა 1 საათი გახდა 18-ის ეს შეიძლება ეს რანაირი წესია ამიტომ ისლამური წესით მე მუშაობს ყველა ადგილას ყველანაირ დროს როგორი ქალი ან ბიჭი ან კაცი თუ არის ზრდასრულად ფიზიკურად ზრდასრული და ყველანი პატარა ბიარო ვის რა ნიშნავს მეორე ფსიქოლოგიურად არიან მზად და მესამე მშობლები იციან ნებას აძლევენ იმიტომ მშობლები იციან როცა მის შვილი მზად შეუძლია ადამიანს დაოჯახდეს და ეს არის ალბათ მყოფი ხალხი რომელიც იძახის რომ აიშას ჰქონდა მუჰამედთან სალალალაჰუ ალეიჰი ურთიერთობა ალბათ მყოფი ხალხი შენ როცა შენი მშობლები დაქორწინდნენ შენ მაგაზე იფიქრე ან შენი საახლო ხალხი ვინც არის მაგაზე იფიქრა ან მოვიდა და გითხრა შენთან იმის მაგით არ მიულოცა და შენ მშობლებს რა უთხრა მაგათ რომ როდის ჰქონდათ ეს ურთიერთობა მაგაზე ეგრე ფიქრობს ხალხი არა უბრალოდ შენ ცდილობ ეს ფაქტორი შოკი ჩააგდო ხალხში რომ ვის არის გაუნათლებელი ხალხი ცდილობ რომ სპეციალურად ჩააგდო ეგეთი ეჭვი ხალხში რომ ხალხი ცუდად იფიქროს მუჰამედს მაგ არ გამოვა რატომ მე მოიცი ევროპაში დღეს 10 ადამიანთან ვინც იღებს ისლამს 7 არის ქალი 7 არის ქალი თუ ისლამი ასე ჩაგრავს ქალებს როგორც ისინი ყვებიან ცდილობენ მაგრამ ხამდ არ გამოსდენ და ვერადოს არ გამო თუ ისლამი ისე ჩაგრავს ქალს რატომ ამდენი ქალი იღებს ისლამს საფრანგეთში როცა ნიყაბი ხიჯაბს არ ვიზახეთ ნიყაბს როცა აგრძალეს რატომ ათასობით ფრანგი ქალი გამოვიდა ვის მიიღო ისლამი ამ კანონის წინააღმდეგ ვის მიიღეს ისლამი და როცა გამოდიოდო რეპორტაჟი ეკითხებოდნენ მაგას რომ თქვენი ქმარი გაზარებთო თქვენი მამა გაზარებთო რომ გამოდიო რა მამა ფრანგი ვარ ისლამი მივიღერო მეო არ უნდა დამაძალა თუ ისლამი ისეთი ჩაგრავს ქალებს როგორც ყვებიან რატომ ამდენი ხალხი იღებს ისლამს ამე დამატება ჩამატებით რავი ყველაფერი თქვა და კიდევ ალბათ ყველას დიდი უსამართლობა ამ საკითხში დღევანდელი პრიზმით უყურო მე-7 საუკუნის მომთარ ამბებს ეს არის ძალიან რავი უსამართლობა და ამიტომ გულწრფელი ადამიანი ვის მანა გულწრფელია ნახედავს აიშას ისტორიას მთლიანად წაიგეთ ხადისებს რომელიც აიშამ თვითონ თქვა ალ-მუბარაკა მოსწმებო